გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეიქმნა მარცვლეულის მოსავლის აღების საკოორდინაციო შტაბი. დღეს ეს შტაბი გავიდა დედოფლის წყაროში, შეხვდა ფერმერებს და შტაბის მიზანი არის ორგანიზებულად მოხდეს ფერმერების მიერ მოსავლის აღება და დაფინავება. ამაში ჩართული არის დაახლოებით 250 ტექნიკა, საიდანაც დიდი ნაწილი სახელმწიფოს თანადაფინანსებით არის შეზღუდული და მომავალშიც გააგრძელებს სახელმწიფო დახმარებას ამ დარგის მდგრადობისთვის და განვითარებისთვის. შევხვდით მეხორბლებს რეგიონში მოღვაწე ფერმერებს ჩვენ მოვინახულეთ ალოობის პროცესი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მხარდაჭერას აუქვავს თითოეულ ფერმერს. მინდა აღვნიშნო, რომ ამ წლევანდელი სეზონი ფერმერებისთვის არის დოვლათიანი. Ფიქრობ, რომ გასულ წელთან შედარებით წელს ძალიან მნიშვნელოვანი მატება იქნება მოსავლის მიღებასთან დაკავშირებით. დაიწყო უკვე მოსავლის აღება, აქტიურ ფაზაშია შესული. მოსავალი ნორმალურია, ველოდებით კარგ მოსავალს, ნაწილობრივ იქნება, რა თქმა უნდა, საფურაჟე მოსავალიც, ეს ამას უკვე ანალიზები დაადგეს. მთლიანობაში პროცესი მიმდინარეობს ნორმალურად. ველოდებით შტაბის სამუშაოებას, რომ დავინახოთ რეალურად ზედაპირზე ამოვიდეს, სად არის გამოწვევა და რა შეიძლება შეიცვალოს, რა შეიძლება ვთქვათ დაუპირისპიროთ იმას, რომ ფერმერებმა გაყიდონ ეს მოსავალი, დააბინაონ ნორმალურად და გააგრძელონ კვლავ-წარმოება და გავზარდოთ მოსავლიანობის რაოდენობაც და ხარისხიც. ყველაფერი კარგად მიდის, სახელმწიფო გვერდში გვიდგა ყველანაირად, ტექნიკით, დაფინანსებით და ყველანაირად კმაყოფილები ვართ და დადებითად ვაფასებ დღევანდელ შეხვედრას და რაც ხშირად შევხვდებით, უფრო კარგი იქნება.